ჩვენ შიდა პროცესებსაც შევხედოთ. არჩევნების შემდეგ ის ვითარება, რაც შეიქმნა ქვეყანაში, ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში, საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რუსთაველზე აღარ დგას ბევრი ადამიანი. რაღაცა სიტუაციაში შეიძლება ხელისუფლებას რომ მოუნდეს, არც გადააკეტინოს ესე გესახო, ხო? ამაზე იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაც თუ არ ვცდები, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში 150 ადამიანს არ გადააკეტინებენო. ამაზე მიდის ხელისუფლება, ხო? მათი განცხადებებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ეს ამ პროცესმა რატო დაკარგა ის მუხტი, რატომ აღარ არის მრავალ იყო რამდენიმე 1000-იც ქუჩაში გამოსული, ასეულობით ადამიანს რატო უწევთ ქუჩაში ყოფნა? იმიტომ რომ ბრიყული ნარატივი აქვს ოპოზიციას, აბსოლუტურად ვადაღასული, ყავლგასული, მოდი ასე ვთქვათ, უნიჭო ნარატივი აქვს, რომლითაც ახლა უსმენდი ახლა მე და არ ვიცი ახლა ამას რა ქვია. საერთოდ და სად რომელ პარალელურ სამყაროში არის არ ვიცი, ეს მართლაც გასაოცარი იყო, აი უსმენდი და ყურებს არ ვჯერებდი მართლაც, იმიტომ რომ იმდენად არარეალისტურ რაღაცებს აი არარეალისტურ. აბსოლუტურად ყველაფერი, თლიანად. ანუ ეს არის რაღაც ფანტასმაგორია. ანუ ეს არის საერთოდ ანტიუტოპია, რაღაც საოცრება არის, რასაც ესენი ესე იგი როგორც აგებენ ამ თავის აგენდას, ხომ? ეს იწვევს ელემენტარულად იმდენი ტყუილია შიგნით ჩაქსოვილი, რომ ადამიანი ახლა შეიძლება დაგიპნოზდეს, მაგრამ უმრავლესობა საბედნიეროდ ასეთი უტვინო უნიჭო ნარატივებით არ გიპნოზდება. ღვთისმწყალობით არ შთაგონდება. ეს რა? ამიტომ ეს უკვე ნერვებს უშლის ეს სერვილიზმი ადამიანებს, ეს განუწყვეტელი ტყუილი იმის შესახებ, რომ ჩვენ ახლა სადღაც ნატოში გვიღებენ ან ევროკავშირში. არ გვიღებენ. რით ვერ ანუ ადამიანების უმრავლესობამ ესე იგი ერთი მიუღებელია, რასაც თავს გვახვევენ, ახლა რას ამბობდა? იმას ამბობდა, რომ იცი რა, ეს თურმე ჩვენ უცხო ღირებულებებს გვახვევენ თავსო და ესე იგი მაშინ როდესაც ყველა მიცის რა მეთოდებით ხდებოდა ამის ხდება ამის თავს მოხვევა. ორმაგი სტანდარტები, ეს ბატონური სტილი და უშუალოდ და რაღაც დამამცირებელი და ქედმაღლური სტილი და ჭუის სწავლება და ამ დროს ორმაგი, ხუთმაგი, 10მაგი სტანდარტები, ხო? და იგივე დაუშვათ ახლა ამ არჩევნებთან დაკავშირებით რა ნარატივიც აქვს, რომ ახლა თურმე ნაციონალური მოძრაობისთვის მიუწია ხმა უმრავლესობას. ხო, ახლა მანამდე არ ვაღიარებ, სანამ ჩვენ არ გავიმარჯვებთო, ხომ? როგორც იმაში გააკეთეს რუმინეთში, როგორც აკეთებენ ყველგან, სანამ ჩვენიანი არ გაიმარჯვებს, მანამდე ისა რა ქვია, არ ვაღიარებთ. აი, ხალხი ესენი არიან და ვისაც ჩვენ წყალობთ, ესე იგი ისინი არიან ხალხი და აი ესენი, ვინც ამის წინააღმდეგ, ამაც წინააღმდეგი არიან, ხალხი არ არიან. მიშაკურაა და ესეთი ანტიუტოპიაში არიან. ამიტომ ეს გასაგები ბიზნესების გამო, ეს აკაცუკური, ეს გამოხტომები და ეს ქართული ღირებულებებისთვის სრულად მიუღებელი ნარატივი უარყოფილი იქნა და არიან გამარგინალებულები. ეს იმას კი არის გამარგინალებაა რაც რა თქმა უნდა გამარგინალება და უარესი არ არის ესა და ეს ამ უნდა ჩამოწერონ ეს ანტირუსულ პროპაგანდაზე ხომ რომ რუსეთი ოკუპანტი გავიგეთ რომ ოკუპანტი თვითონ გააკეთეს თან ყველაზე უბედურება ის არის რომ თვითონვე შეუწყეს ხელს იმას რაც მოხდა ხომ და ეს იგივე მათმა საყვარელმა ევროკავშირმა და თვითონვე მოაწერეს დაამტკიცა და თვითონვე მოაწერეს ხელი და ახლა ჩვენ გვამონათებენ ქართველ ხალხს თურმე ახლა როგორ ახლა არ ვებძვით რომ რა საინტერესოა რამდენი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი აქ რო ვაშკაცობენ არის ფრონტზე და ვინ უშლით ამას ხო არავინ არ უშლით ხელს კაც წავიდნენ და რატო არ მიდიან ისმის კითხვა თუ ასე გული ეწვით ხომ ანუ ჩვენ რას გვეუბნებიან რომ უკრაინა იმარჯვებს ევროკავშირში გვიღებენ ნატოში გვიღებენ ამ სიგიჟეებში არიან და ფუნებრივია რომ გამარგინალებულები იქნებიან და მე მაინტერესებს კიდე ერთი რამე როდემდე უნდა შეიძლება აი ეს სიგიჟე თუ ახლა ზოგი ძალიან მოწყვლადია ვრცელდებოდეს მედიით ეს სისულელია უკვე მაშინ რაღაც სხვა რაღაცას შეიძლება